არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი გაჭირვებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტს ახორციელებს სახელწოდებით ერთი მსოფლიო საქართველოს სკოლებში ადამიანის უფლებების სწავლება დოკუმენტური ფილმებით. მასში იმერეთის 20 სკოლაა ჩართული. პროექტის შედეგების გაცნობისა და შეფასების მიზნით ორგანიზაციაში სტუმრად ჩეხი ექსპერტი იმყოფებოდა. ეს არის ჩეხეთში და ევროპის 7 ქვეყანაში უკვე ძალიან კარგად აპრობირებული მეთოდი, როცა დოკუმენტურ ფილმებს იყენებენ სწავლების პროცესში. დღეს ჩვენ გვყავს სტუმარი ჩეხეთიდან, რომელიც აფასებს ჩვენი პროექტის შედეგებს და მასწავლებლებს ხვდება, რომლებიც უშუალოდ ისაუბრეს იმის შესახებ, რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი სკოლებში. ეს არის პროგრამა, რომელიც პედაგოგებს ასწავლის თუ როგორ გამოიყენონ დოკუმენტური ფილმები გაკვეთილზე. ეს ფილმები მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანია, რადგან მათ უამრავი ინფორმაციის მიღების საშუალება ეძლევათ. პროექტი იმერეთის 20 სკოლაში ხორციელდება და მიზნად ადამიანის უფლებების სწავლების პროცესში დოკუმენტური ფილმების გამოყენებას ისახავს. პროგრამის ფარგლებში პედაგოგებს სპეციალური ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ. ვიზუალურ ეფექტს ბავშვებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უფრო ენთუზიაზმით იგებენ გარკვეულ საკითხებს, მარტივად, ვიდრე ერთი თემის გაგებას, ვიდრე შეიძლება დაჭირდეს 5-6 გაკვეთილი, ამ ერთი ფილმის ჩვენებით მასშტაბურად ღებულობენ ადამიანის უფლების შესახებ, ზოგადად მსოფლიო პრობლემების შესახებ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. მე მოხარული ვარ, აქტიურად ვარ ჩართული ამ პროცესში, ჩემი მოსწავლეების და ჩემი სკოლა. დღეს ორგანიზაცია People in Need-ში მოხდა საბოლოო შეჯამება პროექტისა ადამიანების უფლებების სწავლება დოკუმენტური ფილმების საშუალებით. მე მინდა მადლობა გადავუხადე ორგანიზაციას იმისათვის, რომ 32 საჯარო სკოლას მიეცა საშუალება ამ პროექტში ჩართულიყო. დოკუმენტური ფილმები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს სწავლის პროცესში იმსჯელონ და იკამათონ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. სამომავლოდ პროექტი გაფართოვდება და მასში 130 სკოლა ჩაერთვება.